ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუადღეა დაციმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნათია ტოკიოში შუაღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება გამოქვეყნდა აირაის გამოკითხვის შედეგები, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადეს გურულებმა. და განაცხადეს, რომ ჩვენ ვენდობით მარტო NDI-სო. აბა, აი რა ის გამოკითხვებიაო. ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ანაკლიაში, სადაც მას აცნობეს, რომ შავმა ზღვამ 100 მეტრის სანაპირო ზოლი წაგვართვაო. რაზეც ბატონმა ირაკლიმ მიუგო, რომ წაღებას არ აუშავს, მთავარია ახლა ზღვამ სანაპიროზე მავთულხლართები არ გამოყაროს. ანაკლიაში ბატონ ირაკლი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობასაც და ერთ-ერთმა მოსახლემ მას განუცხადა, რომ შევარდნაძის მთავრობის დროსო ზუგდიდიდან მოიპარეს იაკობ გოგებაშვილის ბიუსტიო და თურქეთში გაყიდესო. რაზეც ყარიბაშვილმა იკითხა, რომ თქვენ საიდან იცითო, რომ თურქეთში არისო, მაინც და მაინც გაყიდულიო გოგებაშვილის ბიუსტიო. როგორ არ ვიციო, მიუგო მოსახლემ. სილას მეოთხე სერიაში ვნახე ბორანის ეზოში ვაშლის ხის გვერდზე დგას. აქვე ღარიბაშვილმა ადგილობრივებს განუცხადა, უთხრა, რომ გილოცავთო ზუგდიდი დღეიდან ხდება თვითმმართველი ქალაქი და ამიერიდან ზუგდიდელებს საკუთარი მერი გეყოლებათო. რაზეც გაგვირვებულმა ზუგდიდელებმა უპასუხეს, რა თქვინდა ზუგდიდის მერი, თბილისის მერი ხო გვეყოლებაო. დავბრუნდეთ თბილისში და ვნახოთ რა მოხდა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. გთხოვთ. დემოკრატიული მოძრაობისათვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭებისათვის, ხო? უკაცრავად აქ სარემონტო სამუშაოების პარალელურად კი და ჩვენ დამოუკიდებელი ამიტომაც ეს რესურსი ამიტომაც გიორგი ერთი წუთით გავაჩეროთ სამუშაო პროცესი აი ნახეთ რა მოხდა ხალხო, ეს გაუკვირდათ ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტებს, რომ დედა რა ხმა არის ესო თორე. ეს ბურღვის ხმა იმედში რომ გაეგოთ ან აფეთქების, ვის გაუკვირდებოდა, ეგრევე იტყოდნენ რომ ეს ინგა გრიგოლიაო. გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ფადი ასლის შემოტანილი ბარკლები იმპოტენციას იწვევსო, ჩემი თუ არ გჯერათ იაფარულავას კითხეთო. რაზეც ფადი ასლი მიუგო. ახლა გოგი თოფაძე თუ დაბერდა, რა ჩემი ბარკლების ბრალია გენაცვალა. ამ ამბავზე რატო გამოხსენდა, არ ვიცი, მაგრამ ელტონ ჯონმა განაცხადა, მაისში ვთხოვდებიო. ძალიან მიყვირს მე კაცო, რა უბედურებაა ამდენი გათხოვება, ელტონ ჯონია თუ იაფარულავა. აი ახლა სანამ მაგდა აიშავასაძე ფიქრობს ელტონ ჯონზე, ვის ოჯახშიც ეგ შევაო, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ დადგა აპრილაშვილი ვერავინ ვიპოვეთ და მოვიწვიეთ მაისაშვილი. რუბრიკის სტუმარია ბატონი გია მაისაშვილი, გთხოვთ.
მე მინდა ვთქვა, რომ უთხრა ჩვენ მაყურებელს, რომ გია მაისაშვილი პირველად არის იუმორისტულ შოუში. ხო არ მეშლება? პირველად. ანუ ახლა ჩვენ უნდა შევხედოთ ძალიან სერიოზული კაცი ვარ და იუმორისტულ შოუებში არ მონაწილეობ, ესე იგი. კი ბატონო, იმედია რომ ახლა დღეს არ გამისერიოზულებთ ბატონო გია და რაღაცას ცოტა სხვანაირად. ნახოთ ახლა. ხო, სხვანაირად ისე არ მოიქცევით, როგორც აკუბარდიასთან იქცევით ხოლმე. ხო, და ახლა ძალიან გთხოვთ ახლა რომ ხალხს რო დაინახავთ, ცოტა ისეთ ავყვეთ ხალხის სუნთქვას. როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება? მე თვითონ გავასერიოზულე. მე თვითონ გავასერიოზულე. როგორ შეაფასებდით? წყალი შეგიძლიათ მიირთვათ, სუფთა წყალია? მართლა. დიდი ენთუზიაზმით, ესე იგი ევროპა განვაცვიფრეთ, ახლა ამერიკელებს განვაცვიფრეთ ალბათ მალე და სასიხარულოა რომ ესე ვანცვიფრეთ თელ დედამიწის ზურგზე ყველას. ვანცვიფრებთ? მე მეგონა რომ ვაშფოთებდით აქამდე. არა ჯერ ვანცვიფრებ შეიძლება მე შევახშოთ. კი ბატონო. ბატონო გია, მე ვიცი რომ ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე შეგიძლიათ აქ დადოთ, ჩემი მაგიდა გამოიყენოთ, კი ბატონო, მე არ ვარ დიქტატორი. მე ვიცი რომ თქვენი კანდიდატი ყავთ მერობის მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე და მე რო ახლა არ გამომივიდეს რომ საიდან იგონე, პირდაპირ ვნახოთ ვიდეო. ფაქტს დებთ ხო? ეგრევე ფაქტს დავდებ. გაუშვათ. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, ჩემი აზრია, შენ თუ ამ სიტუაციაში დააყენებ კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე, ძალიან ბევრი ადამიანი დაიწყება ახალი მოძრაობა. ეს არ იქნება დავით აკუბარდიას მხარდასაჭერი მოძრაობა. მორიდება ერთ ბოლომდე ვთქვა და მე ეს რას სიტყვით ამ? ეს შეიძლება ჩავთვალოთ რომ ოფიციალურად გია მაისაშვილმა თავის კანდიდატი დაასახელა? არ ვიცი ხა, ცოდვა გამხელელი ჯობს შეიძლება ამას ჩვენ შორის რო დარჩეს. რა თქმა უნდა, ამას არავინ ვერ გაიგებს. თქვენ არ უთხრათ არა. არავის არ უთხრათ. ტელემაყურებელსაც ვთხოვოთ. არ წამოგცდეთ არსად. გისმენთ? ხო. ესე ტელევიზიის ხელმძღვანელები შეიკრინეს დიდი ეროვნული ტელევიზია. დიდი ტელევიზიები, როგორიც კავკასია მაგალითად, რა თქმა უნდა. იმედი, რუსთავი 2 პირველი არხი და ასე შემდეგ და მითხრეს რომ ძალიან დიდი თავის ტკივილი გვაქვს, ესე იგი, როდესაც აქ უიწყებს გადაცემასო, ჩვენი რეიტინგი კატასტროფულად ეწემა, არავინ არ უყურებსო და ერთი რაღაცა მოვიფიქრეთო, შენო როგორც მეგობარიო, თუ წამოაყენებ აქუს კანდიდატურასო და თუ გახდება ეს კაცი მერიო, ესე იგი, ეს გადაცემა გაუქმდება, ჩვენ რეიტინგი აგვიმაღლდება და შენ მარტო კავკასიაში რომ ხარ დაპატიჟებული, ჩვენს ტელევიზიებშიც გაგიხსნება კარიო. ასე აგისრულდეს ყველაფერი, როგორც ეს ამისრულდა. ანუ ჩაწყობით არის ეს ყველაფერი. ეხლა რა შეასაქმე? თქვენ დიდი ხანი ცხოვრობდით 90-იანებში. ცხოვრობდით ამერიკაში, დევნილი იყავით და ჩვენ რო აქ აყვავებულ და განათებულ თბილისში ცხოვრობდით, თქვენ იქ ამერიკაში სამოქალაქო ომში იხჩობოდით და აი მაშინ როგორი წარმოგედგინათ საქართველოს და თუ ამართლებს დღეს საქართველოს თქვენ იმედებს? რაღაცა სხვა გადაცემაში გადავედი, უბრალოდ ჩემო გია უნდა მეთქვა წინასწარ. არა უშ. ხო, როდესაც პოლიტიკური დევნილი ხარ, ბრჭყვიალ და კარგი ცხოვრება შენ არ გეხება. როდესაც 30 წლის ასაკში ცხოვრებას ხელახლა იწყებ, გაცილებით 30-ის იყავით ამერიკაში? 29-ის. ბიჭო რა დრო გასულა? დიდი დრო გასული. რომელ პრეზიდენტს ამერიკის რომელ პრეზიდენტს შეადარებდით გიორგი მარგველაშვილს? გიორგი მარგველაშვილს ხა ქართულმა საზოგადოებამ ბევრი არ იცის წინა პრეზიდენტებზე და ალბათ ჩვენი თუ ამერიკის? არც ერთის. არც ერთი. აი გია მაისაშვილი რო უყურებს? ჯორჯ ბუშს შევადარებ. უფროს თუ უმცროს? უმცროს, რატო იცი?
პირველი ვადით თუ მეორე ვადით? ის არ შეცვლა ორივე ვადაში ერთნაირი იყო და ჯონ კერი ერთ-ერთი ასეთი კაცია თუ კი, კაცო, ჩემი ჯონ კერი, გუგლი ხო გაგაცანი? ასე სვავდა კითხვას, რომ აქამდე არ ვიციო რომ ესე კარგათო სარგებლობდეს ვინმე და ესე ბოლომდე იყოსო ამერიკელი ხალხის ინტელექტუალურ სიზარმაცაზე დამოკიდებული როგორც ჯორჯ ბუშიო. ასე შეკითხვა დასვა, ასე თქვა ჯონ კერი. ჯონ კერი. ხო და მე რაღაცა მსგავსებას ვხედავ ჯორჯ ბუშსა და გიორგი მარგველაშვილს შორის და ანუ სარგებლობს ინტელექტუალური სიზარმაცით. ეხლა მსუბუქად თქვი, ახლა ცოტა სიზარმაცის ნაცვლად სხვა რაღაცაც შეიძლება კი, უამრავი სიტყვა ვიცით ჩვენ სიზარმაცის შემცველი, უამრავი. და ჯონ კერი რომ ახსენე, ჯონ კერი კითხულობდა რომ ეგებაო ჩამიწყო გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაო და რა გინდა გიორგი მარგველაშვილთან ეკონომიკაზე წარმოდგენა არ აქვს, საგარეო პოლიტიკაზე წარმოდგენა არაფერს არ წვიტავს. რა თქინდა ამ კაცთან შეხვედრა? არაო, ის მინდა ვკითხო რომ არაფერზე წარმოდგენა რო არ აქვს და მაინც პრეზიდენტად არჩევას სახე როგორ მოახერხაო ეს გამახებინებს. მაშინ შეახვედრეთ ბიძინას. იმიტომ რომ ეგ ბიძინამ მოახერხა, მარგველაშვილმა კი არა. ბიძინამ უკეთესად იცი. რა თქმა უნდა. დავით აქუბარდიას რომელ პრეზიდენტს შეადარებდით? დავით აქუბარდია არ არის პრეზიდენტი და მერს უნდა შეადაროს. არა, აი პრეზიდენტი რო გახდეს დავით აქუბარდია. პრეზიდენტი. კარგი, რომელ პოლიტიკოსს შეადარებდით? მე მაგალითად ჯორჯ ვაშინგტონს შევადარებდი. ხო, რა კრიტერიუმი? მიძინებულია ესეც და ისიც. ისიც მიძინე. თქვენ ვის შეადარებდით? მე ვიტყოდი რომ ეს როგორ არის აკაკი წერეთელმა რა თქვა საქართველოზე? ჩონგურიაო. სიმები ჩვენ ვართ ყველა. ჩონგურის გარდა. ჩონგურის გარდა რაც თქვა, რეალურად მაგას ეთერში ვერ ვიტყვი. არ მომკვდარა მხოლოდ ძინავსო. და ისეული გაიღვიძებსო და ვინ შენატრეს დათო აქუბარდიას სიკვდილს იმას ვანახებ ჩვენ. არა, ეს ძალიან ხმამაღალი განცხადება იყო, ეს მე არ მithქვავს, ეს თქვენ თვითონ თქვით. ესე იგი, ნახეთ, ახლა მე რაღაცები მოამზადე, ასე კი არა, მომზადებული ხუთოსანი ბიჭი ვარ, ახლა თქვენ ხუთიანი არ გიყვართ, მაგრამ თქვენ კარგად იცით ინგლისური და ნახეთ, პოლიტიკური ინგლისურიც კარგად იცით და რაღაც ფრაზები მაქვს მე და მინდა რომ გადამითარგმნოთ ინგლისურად. და მე გადაგითარგმნით იგივეს ვიტყვი თურქულად. და აბა როგორ ეს ვითამაშეთ რა? ხო, მე აი მაგდა აიშა ვასაძემ მასწავლა თურქული იცის? კი, თურქულ სერიალებზე გიჟდება სილა, დილა, ბორანი, ბეჰლული, ადნან ბეი, მოკლედ გაგიჟებულია ამ თურქულ სერიალებზე. როგორ იქნება ინგლისურად ნუ ბლატაობ შეჩმორო? ჩმორო. ხო. ქნებოთ მე ჯერ თურქულად ვიტყვი რომ თქვენ გაგიაზრდეთ. აი იცის ინგლისური რო არ შემწყვეს შეიძლება რა ხმამაღლა. რა თქმა უნდა, ეს დემოკრატი ხალხია, მოსულია რომ იხალისონ. ნუ ბლატაობ შეჩმორო. Shut the fuck up. Shut the fuck up. Sen rezil şekerçek yok. ეს არის თურქულად. ნუ ბლატაობ შეჩმორო. ეგ უფრო კარგად ჯერს. შეკერჩეკ yok. შეკერჩეკ რა რაღაცნაირია, შეკერჩეკ. კარგი. შემდეგი პოლიტიკური ფრაზა, შედი ქალო ბუტკაში. ვაუ, რა ძნელი ფრაზები მოგაკაცო. Go to hell, არა? არა. Go to hell. შედი ქალო ბუტკაში. Fuck you man, fuck you woman. არა? არა. Get in there you bitch. Get in there you bitch. Get in there you bitch. Standandina kadim girinzin. აი ეს ბუტკაში რომელია? ბუტკაში არის ქაdim. ბუტკა, ქაdim, გავს ეგ თურქეთიდან შემოვიდა ეგ სიტყვა. შემდეგი მიჩქმალეს და მიჯირყვნეს. გიზლივე საკლადი, ესე თურქულად.
მიჩქმალეს და გიზლივე საკლადი. მიჯირყვნეს კაცო, დიდარ ინგლისურ ენაში. მიჯირყვნეს. მიჩქმალეს. და მიჩქმალეს. მე მგონი აქაც fuck off ხო თუ არა? Covered up and shit it all over him. აი, ნახე? ძალიან მაგარია. შემდეგი პოლიტიკური ფლაზა კარგი იყო. კიდე მიჯირყვნაზეა. კიდე მიჯირყვნაზე არ არის. ეს არის ძალიან ისეთი. ახლა არ გინდათ სააკაშვილი, ხო? აბა? შიმდიევეთ სააკაშვილი იმენსტიო, რომ? ასეა თურქულად. ინგლისურად როგორ იქნება? თუნდაც აქცენტი არ დამიკარგოთ ბატონო გია. ბატონო, მთელი აქცენტი. რა თქმა უნდა. ხო, ეს ბოლოში უნდა იყოს. Now he's a fucking Misha, huh? გადათავლა მაინც. მაინც მოახერხა. ეხა კიდე დამაბრალებენ შეაგინაო. მე არ შემიგინებია ხალხო. არა. თქვენ შაირი არ გინდოდათ, მე აკტეხეთ თავადაო. კი ბატონო. აქ ორი აზრი არა. ეხლა მე რა მინდა ვთქვა? თქვენ იყავით სუთავიდან ეროვნული მთავრობის რგვალი მაგიდის ეკონომიკური პროგრამის ავტორი ერთ-ერთი ხო? მე ეს ვიცი. შემდეგ სააკაშვილის გუნდის ეკონომიკური ასე ვთქვათ პროექტის პროგრამის ავტორი იყავით და კიდე ასე ვთქვათ რამდენიმესი. არც როგორც კი მოდიოდნენ ხელისუფლებაში ეს მთავრობები ჯონ კერის. ნუ მოდი საქართველოზე ვისაუბროთ. იმიტომ რომ ამერიკას რაც დაემართა, ყველა ვნახეთ. საქართველოზე ვისაუბროთ, ანუ ერთი მთავრობის პროექტის ავტორი, რა გეწერათ ასეთი იმ პროექტში, რომ არავინ გამოიყენა და თუ გამოიყენა, მით უარეს. იცი რა არის? წვრილი შრიფტით ეწერა. ამასო, ამ პროგრამასო, ამ სტრატეგიასო ამის ავტორის მეტი ვერავინ ვერ განახორციელებსო და როგორც კი გაიგო სააკაშვილმა ეს არიქა დამალეთ მოაცილეთ მოწამლეთ ეს კაცი არ დაგვანახეთ და შედეგად აი მივიღეთ თქვენ რო პრეზიდენტი გახდეთ საქართველოსი ჩემთვის რა შეიცვლება არა თქვენ ჩემთან ერთად ხართ გასვით თქვენ იქნებით ჩემ ტვინი ჩემი ადმინისტრაციის ამაზე უარეს რას გავაკეთებთ გისმენთ ვასო გოძიაშვილი თამაშობდა ესე ძველ მოდევილებში და მისი პარტნიორი იყო მედია ყიფშიძე და მედია ყიფშიძე ეუბნება რომ ძალიან ცნობილი სპექტაკლია და თქვენ შეგიძლიათ ჩემი გულისათვის მსხვერპლი გაიღოთ და მე ვასო მოუბრუნდა ეს ქალაქური აქცენტი და ვა მე არაფერი მამი ვა გააჩნია რა შემთხვევაში 5 კილოგრამიანი გირი რომ მოგცეთ 41 ჯერ აწევთ შენ აქ სუბუქტონოსნებზე ლაპარაკ კაცი გეუბნები ფორმაში აწევთ 5 კილოგრამს აწევთ სუბუქტონოსნების საქმეა მიშა ბიძინა მე მოიტანე 5 ლიტრიანი ყანწი ეს არის ყანწი? არა, ეს არის 5 კილოიანი ყანწი გნებავთ? 5 ლიტრიანი ყანწი, კაცო. ორ ჯერ აწევთ 5. მაშინ 10-იანი აწიეთ 4 ჯერ და 1 კილოგრამიანს კიდე დავამატებ რამის. ანუ მე მაინტერესებს რომ ჯამი იყოს 41. 5 ჯერ უნდა ავწიო თუ 41? 41 ჯერ უნდა აწიოთ ეს. ეს 4 ჯერ. ერთდროულად თუ ცალ-ცალ? ცალ-ცალკე. ი ბატონო და 4 ჯერ. 10-იანი. ნამეტანი მძიმეა ეს. 1 1 2 3 მეოთხე? მეოთხე მიჭირს. მეოთხე. კარგი. ჩაგეთვალათ ეს? ეხლა ეს 41 ჯერ. აწევთ 41 ჯერ ამას? აწი გთხოვე და გირი მომიტანე და რა.
ჩვენ გადაცემაში არავინ სვავს. ჩვენ ვართ ფხიზელი ხალხი. ერთხელ გესტუმრეთ გადაცემაში და ის გულისებში. ხო შევთანხმდით, ბატონო გია, ეხლა მე ხალხი დაიწყებს, რომ რაღაცაო ლოთიაო თქვენზე იტყვიან და გადაცემაში მივიდა სვავსო და აღარ მოგცემენ ხმას, კაცო, მე ჩემ თავზე ვფიქრობ, თქვენზე კი არა. ეს ამ ხალხის გული ვერ მოვინადირე. არ ჯიშობსო, არ მოწონს, ჯამთელიაო, არ მოწონს. ავათარიო, არ სასმელი მოითხოვა, არ მოწონს, ყანწი მოითხოვა, აბა რა მოწონს ამ ხალხს ვერ გავიგე. არ ვიცი. ბევრი ფული. რა გეგმები გაქვთ და როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება საქართველო 50 წლის მერე თუ საერთოდ იქნება საქართველო 50 წლის მერე? 50 წლის შემდეგ საბოლოოდ რო იტყვიან ხედავ კაცო საბოლოოდ რაც ეწერა იმ პროგრამაში ხო აღასრულაო და მე ზოგიერთები ოთარის და სხვაებსაც აღარ დავასახელებს ახლა ხო იტყვიან ხო გეუბნებოდით გაფრინდებიანო გასაგებია აი 50 წლის ესე იგი თქვენ მაინც აპირი გონიათ რომ პრეზიდენტი გახდებით ამ ქვეყნის ახლა დუმილის თანხმობის ნიშანიაო? არა, მე უფრო ვიტყოდი რომ დუმილის უფლება ყველას. აქ მაინც გავახაროთ ჩვენი ის რაღაცა მე მომიტანეთ თუ შემთხვევით წამოღებულია თუ რა არის? თუ აქ დაგხვდათ? აქ სკამზე სადღაც ის რა პროგრამაო რო გაინტერესებდა. აქ სკამზე იდო და აქამდე არ წამიკითხავს. მანახეთ? გიორგი მაისაშვილი, ქართული სახელმწიფოებრიობის მოდელი. გ მაისაშვილი. ეს თქვენ ხართ ხო გ მაისაშვილი? კი ბატონო, მე ამას აუცილებლად წავიკითხავ და ჩემ შესწორებებს მე მოგახსენებთ, იმიტომ რომ თქვენ ხალხს უნდა უსმინოთ თქვენ ამ მომრჩეველს. ცხადია. მოკლედ, ბატონო გია, მე მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ეს არ არის მოგონილი ამბავი. მართლა პირველად არის იუმორისტულ შოუში, ბატონი გია მაისაშვილი. და მე მგონი კარგი სტუმრობა გამოვიდა, ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ, შევიტყეთ. ეს იყო რუბრიკა, დადგა აპრილიაშვილი ვერ ვიპოვეთ და მაისაშვილი მოვიწვიეთ და რუბრიკის სტუმარი ჩაიწერე ინგლისური თარგმანი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩაწერილი მაქვს, განსაკუთრებით შედიქალო ბუტკაში მომეწონა. აბა გაიმეორე. რუბრიკის აბა თქვენ გაიმეორეთ თურქულად. ასე რომ მოდი, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, თქვენ მიხედეთ ამერიკის ვექტორს, მე თურქეთისას. მოადგილე ჩემი მემართულება. აივა მეთქი აიშა ვასაძე. აივა კარგია ვასაძე და მაგდა ერთად. აიშა გია მაისაშვილი, დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ გამოგდებულებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს. რუბრიკის სტუმრები არიან ნინო გაჩეჩილაძე და ნიკო ბერიძე, გთხოვთ. დიდი მადლობა რომ მოვდანდით. მე მინდა ვთქვა, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გადაწყვეტილებას თქვენი შოუდან გაგდების შესახებ. გამოძევების? კი. აი თქვენ რო შოუდან გაგაგდეს, მე არ ვიცი ვინ მეთანხმება, ვინ არა. მე ვარ აი აღშფოთებული. ჩემი აზრით, ყველა გასაგდები იყავით იმ დღეს. მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს და მართლა შოუების ისტორიაში ასეთი დიდი უსამართლობა მოხდა მეორეჯერ. ერთხელ მე რო გავარდი და ვარდოსანიძე დატოვეს. და მეორეჯერ თქვენ რო გაგაგდეს, აი ძალიან ადრე იყო თქვენი გავარდნა. და ვახო რო დარჩა, ბატონი ვახო? ბატონი ვახო რო დარჩა. არა ეხლა ცუდი გოგო. არა, რატო ცუდი გოგო? მე ცუდი ბიჭი ვარ, მაშინ ვიტყვი ეხლა ჩემი მეგობარია, თოლორდავა კოტე, მაგრამ ახლა ნინო უკეთესად ღერის.
მადლობა. ხო? ამ შემთხვევაში თქვენ თვითონაც ხო დარწმუნდით, რომ ეს არ არის სიმღერის კონკურსი, არც ზოგადად ნიჭიერების კონკურსი, ეს არის SMS კონკურსი. რა თქმა უნდა. მე მაგაში დავწმუნდი, რომ ცეკვავენ ვარსკვლავები არ არის ცეკვის კონკურსი, როდესაც მე 8 ტური გავიარე. სიმღერისაა ხო? მაგაშიც მართალი გქონდებით კი. 8 ტური. აი ნინო, მე მაქვს თქვენთან შეკითხვა. დიახ. მეც თქვენობით გადმოვედი, იცი რომ ესეთი რაღაც. მაინც პირველად ხედავთ ერთმანეთს და რა დავიცვათ თქმა ეს უნდა, ეტიკეტი. ასლა ხო, მაინც რომ არ ვეგონოთ რომ რაღაც უწესო და ისეთი ხალხურად. აბა მითხარი რაო, ვინ აგზავნის SMS-ებსო? აი ახლა დაიცალე ყველაფერი თქვი. ხო, ნუ არ ვიცი ხა არ მინდა ცოტა ისე გამომივიდეს არაკორექტულად, მაგრამ მე ერთმა ორმა ადამიანმა ვინც ჩახედული იყო ამ საქმეში, ცოტა მოგვიანებით მითხრა, ანუ თავიდან ეტყობა არ ჩამაყენე საქმის კურსში, მაგრამ ამ კონკურსში რო შედიოდიო, არ იცოდიო, რომ ავტომატურად უნდა გეფიქრა სპონსორის შოვნაზეო და მე ვიკითხე რას ნიშნავს ეს, ვერ მივხვდი უკაცრავად მეთქი. ანუ ჩემ თავს მე თვითონ უნდა დავუმესიჯო მეთქი და რა თქმა უნდაო. აი ესე მithres. და ცოტა გაოგნებული დავრჩი. გაგირეკა ჩემთვის ეგრე გავიარე 8 ტური მე. ხო რა ვიცოდი. რაღაცას გიშველიდი სწორედ. არ გიცნობდით. კარგი, თაკო ხომ იცნობდა და აბა, როგორ გონია შენ? ან შენ მადამ როგორ გაიარა ის 6 ტური ეგეც? არ ვიცი. კარგი, ეხლა ის სოციალური ქსელები ხო საინტერესოა, ეს ყველას უკითხავ ხოლმე მამას. რა თქვენ გაგაკეთეს სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ამ პროექტის შესახებ? უფრო ნეგატიური, ვიდრე ესეთი დადებითი გამოხმაურება. დიახ. აბა რა, ჩვენ ხალხს უყარვართ, ხო? რა თქმა უნდა. აი დავიწყოთ. რჩეულიშვილმა ისე გახადა ნინას, რომ მარტო თეთრი კარკასი დატოვა. საინტერესოა შავი კარკასი როგორია? ალბათ ეს თვითონ იცის ბატონმა ვახტანგმა. ვახტანგი. ნინა ძალიან მიყვარს ოღონდ. არა, მეც მიყვარს ნინა, ჩემი მეგობარია, ხალხი წერს ამას, ეს ჩემი აზრი არ არის. შემდეგ სიმღერა არიცით, ინგლისურს რაღაც ერჩით. გოგოლას მეორე სუნთქვა გაეხსნა, რჩეულიშვილს ჯერ პირველიც არა. რჩეულიშვილი ესეთი აქტუალურია. ეს რაღაცა ქართულ ანდაზას უფრო გავს, ხო? ხო, ისეთი ანდაზა, რაც მოგივა დავითაო ყველა. დაახლოებით. მონაწილეებთან ერთად ჟიურის წევრებიც რო გააგდონ, კარგი იქნებოდა. მეთანხმები. აი ეს ეთყობა ბრძენი ადამიანია, ესე საღათ უყურებს მოვლენებს და მე აი ვეთანხმები ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, გამოხმაურებას, რომელიც წერს, რომ ამას ისევ ტატიშვილის ცეკვა ჯობდა. აბსოლუტურად მართალია. შემდეგ ანრიმ თავისი შრომის მოყარეობით უკვე დაიმსახურა, რომ უწოდოთ ლედი გაგა. მისტერ გაგაჯობია. ხო. ნუ ეგ დაახლოებით ერთი და იგივეა. ისევ რჩეულიშვილზე. რჩეულიშვილის ადგილას მე გულშიც არ ვიმღერები. ასეთი? გულს. და ბოლოს ტრადიციულად გთხოვთ დააბრუნოთ როსტო. ეს ყოველთვის აქტუალურია. კარგი. კიდე რა მინდოდა მეკითხა. თქვენ ორი სიმღერა იმღერეთ, ხო? სამი. სამი და მეოთხე არ დაგვრცალდა რო გვემღერა. მეოთხეს ანუ ის რაც ჩვენ უნდა გვემღერა, მაგ ტურში შეასრულეს ირინამ და გიორგიმ. მაგრამ ჩვენ ვინაიდან ძალიან გვინდოდა ამ სიმღერის შესრულება, გადავწყვეტეთ რომ ჩაგვეწერა და ერთ-ერთ სტუდიაში ჩავწერეთ და დღეს ექსკლუზიურად ჩემთვის იმღერებ და ჩვენთვის იმღერებ. და ვიცეკეთ. მე გადავწყვიტოთ ჩვენ რომელი შესრულება ჯობდა. ეგეც მართალია. ამბები კარგი. პისკვინა კარგია. ყველაზე მეტად მიხდება, ხო? ნინო, იცოდი შენ პისკვინა რო იყო ზედმეტ სახელი ნიკოს. არა. პისკვინა კარგია. აი სპონსორზე საუბრობდა ნინო. ხო და მე შენ ადგილას აი პისკვინას ცოტა შევცვლიდი, გავხდებოდი პინგვინა და ერთი მაგარი სპონსორი სოლოლაკში გაგეჭდა. ვერ მოვიფიქრე. ნინო, შენ რამდენი წლის ხარ ბოდიში? 34 შევსრულდი ცოტა ხნის წინ. ვიცი რომ არ გჯერათ, მაგრამ ფაქტი სახელზე. არანაირად არ მჯერა, აი მომკალი და 33-ზე მეც ვერ. ეგეც შეღავათია. ეგეც შეღავათია. თქვენ რამდენი წლის ხარ? 26-ის ხვდები აგვისტოს. ცოტა პატარა კი არის, მაგრამ კაი ბიჭია და რაღაც ვერაფერს დაუწუნა.
არა, პატარებს არ ვეტანები, მადლობთ. არა პედოფილია. პედოფილი არ ხარ გაიგეთ რამე ჭორი თუ რატო წამოიწყეთ? არა რა არის უბრალოდ სიმპათიური ბიჭია, კარგი ბიჭია, ნიჭიერი, განათლებული, თან პინგვინა, ხო და რა ვიცი, ისე ჩალიჩება ეს თეონა კონტრიძე ამ ბიჭებს რომ არ აგახიოთ მეთქი, ეს ვიფიქრე. და დაფიქსე სხვა შორის. არა მგონია. ნიკოს არა გონია რომ აგახიოს თუ არა გონია რომ არა მგონია რომ რამე გამოვიდეს ნიკოსთან, იმიტომ რომ ნიკოს გემოვნებაში არ ჯდება ქალბატონი თეონა. არ ჯდება. კარგი. აბა ვინ ჯდება ნიკო ახლა შენზე ვისაუბრ. ნუ გავიგეთ რომ ნინო გაჩეჩილაძეს მოსწონს ჩემნაირი კაცები. კი, გიждები. შენს ჩემნაირი ქალები მოგწონს? ეს პრომოში ჩასვით სკანდალი მინდა. კარგი როგორ? და ასთმა დამეწყო. როგორი ქალები მოგწონს? არ ვიცი, ყველანაირი ქალები აზაბოჩენი ხარ შვილი? რა გადარჩენილი ვარ ხვდები. აუ რა გადარჩენილი ხარ დედას ვისაუბრ. მართლა? როგორი ქალები? არა, გვაინტერესებს. მე მყავდა. არ ვიცი ზოგადად არა, გულშემატკივრები იცი რა არის თქვენი გულშემატკივრები? მე ძალიან ბევრს ვიცნობ პირადად. თქვენ გულშემატკივრს. მიუხედავად იმისა, რომ 3 ტური იყო, ხო? 1 საჩვენებელი, 2. ანუ ეს გულშემატკივრები არიან ხალხი, ვინც ნინოზე გიждდება და არიან გოგოები, პატარა გოგოები, თინეიჯერები, ვისაც ნიკო მოწონს და ამიტომ ეხლა მართლა ყველანაირი ეს არ მოეწონება. ეს კონკრეტულად სტერეოტიპი არ მაქვს. კონკრეტულად არ არის ეს ზოგადია. აი მაგალითად, აი მსახიობი ვინ არის შენთვის ეტალონი. ეტალონი? არავინ. ოფ. მართლა. იგონებს. კინოებს არ უყურებს. ალბათ, ხო და მაგის. არა, მარტო მუსიკას. არა აქ ნანახი. მარტო მუსიკა. აი მომღერალი ვინ არის შენთვის მისაღები? ეტა ჯეიმსის გარდა. ძალიან ბევრი. კონკრეტულად არ მყავს ეგრე. დევიდ კოვერდეილი, მაილს კენედი, კორნელი და ასე შემდეგ. რა ის კოვერდეილი ბიჭო, ქალებზე გეკითხება, ვინ მოგწონსო? ვიზუალურად. არა, ამას მართლა შემნაირი ქალები მოწონს. დედა დავიღუპეთ. მე მაგალითად ხა გიომ კანი ხომ მომწონს, მაგრამ ნუ მარლონ ბრანდო მომწონს, მიკი რურკი, სტეთჰემი მომწონს. ნუ ესეთი გემოვნება მაქვს ცოტა მრავალ. სტედიკამი? სტედიკამიც მიყვარს კი, საკმაოდ დიდხანს მქონდა მასთან ურთიერთობა სერიალის განმავლობაში. ხო, მართალია. აი ხლა ვინ და ჩემზე კარგად არავინ იცის, რა რთულია, როცა ჯერ სერიალიდან გაგაგდებენ და მერე პროექტი. ეს შეგაგდებული ვარ ყველა. აი ესე იგი მეც სერიალი. ეხა ის ღა დამრჩენია თეატრიდანაც გამაგდონ და всё, მორჩა. წაიყვანო დღის შოუ ნინო გაჩეჩილაძესთან. ხო. არა, რისი თქვა მინდა იცი რომ ხო არ ჩამოვაყალიბოთ მე და შენ? გილდია რაღაც ხო ისეთი. გილდია დაარქვი თუ გინდა. მე გეტყვი ჩემ მოსაზრებას და ან დამეთანხმე ან არა. აი მე მაქვს ესეთი იდეა რომ მე და შენ ჩამოვაყალიბოთ სერიალიდან და პროექტიდან გაგდებულთა ანონიმური კლუბი. მე ხო არის ხოლმე ალკოჰოლიკების ანონიმური კლუბი, აი ზუკატოვი დადის ხოლმე იქ. და რა კლუბში გაერთიანდება ჯაბაკილაძე. აჰა, ჯაბა რატო? ჯაბა სერიალიდანაც გააგდეს ჩემზე ადრე და პროექტიდანაც ჩემზე ადრე გააგდეს. ეგ იქნება საერთოდ თავმჯდომარე მაგის. ხო, მაგრამ ფაქტი ხო ერთია. გიორგი ყიფშიძე. აჰა. ხო, ეხლა ლელა მებურიშვილი გვინდა რამე პროექტში რომ გააგდონ. აჰა, და ლელასაც შემოვიერთებ. ლელა მებურიშვილი ხო იცი შენი პაროდისტი როა. ხო და იქიდან შემოვიერთებ, წარმოიდგინე ეს ხო არიან მე რო შემოვდივარ, გამარჯობა. მე ვარ ოთარი, აქტაში მიდის კლუბში. ამ დროს თქვენ მეუნებით, გამარჯობა ოთარი, აქტაში მიდის. იცით მე სერიალიდან გამაგდეს. ნინო მეუნება მეც გამაგდეს. მე პროექტიდანაც გამაგდეს. მეც გამაგდეს და ვართ ასე ბედნიერები ყველა და ეს მაინც კოვერდეილზე ფიქრობს. ეს კაცმა არ იცის ვიზე ფიქრობს, ოღონდ რაღაცა ძალიან დაბნეულია და ვერ გავიგე რა ჭირს. სხვაგან არიან. მაგალითად ხა განსაკუთრებით. ჩვენ სხვაგან, ჩვენ მარსიდან ვართ. ჩვენ მარსიანელები ვართ. ოღონდ მართლა მე ჩემ პლანეტა მარსია. მეც იქვე ვარ რა პლუტონი. ხო? ემზე. ჩვენ გავუგებთ ეს. მე პლუტო ის გუფი და ასე დავდივარ. ასე მაგდა არის კიდე ის თვარე.
და ასე შემდეგ. მაგრამ თუ არ არის, მაგდა არის მზე თქვენი შოუსთვის. არა. ჩემი შოუს მზე არის საშა ზალიოტოვი. ჩემთვის მზე ჩtildeოეთიდან ამოდის. და ზალიოტოვი რო ჩაესვენება მე ამოდის ჩემი მთვარე მაგდა ვასაძე და უკან კიდე ვარსკვლავი. აჰა. აი ასე. ნინო. ბატონო. ახლა ჩვენ იმას ნუ დავივიწყებთ რომ შენ ხარ მსახიობი. და ხარ ძალიან მაგარი მსახიობი. არა, ახლა ეგრეც არა, ერთი წუთი მაცალე, ერთი-ორი ტყვილი მათქმევინე. კი ბატონო. არა, ეს ხუმრობით. ძალიან მაგარი მსახიობი ხარ, მე მართლა გულშემატკივრობდი შენ სერიალშიც და ზოგადად. მეც ძალიან გულშემატკივრობდი ვიცი, თქვენ. ეჭვიც არ მეპარება. როგორ მსახიობს მინდა დაგელაპარაკო. აბა, გისმენთ. რომელია შენი საოცნებო როლი დიდებულ საუკუნეში? დიდების საუკუნეში, ანუ ან სხვა თურქულ სერიალში. არ უყურებ, ეხა ჩამჭრა, ხო გითხარი? ჩამჭრელი შეკითხვები არ დამისვა თქო. აი ასე. დიდებულ საუკუნეში არა, მაგრამ ჩემი საოცნებო როლი არის პიგმალიონი. ელიზა გემოვნება კარგი აქვს ამ გაჩეჩილაძეებს. ხო, გასახანს არ გვაძლევენ თორე გემოვნება კი გვაქვს. კიდე? კიდე ბლანშ დუბუა ვნების ტრამვაიში, მაგრამ ამას ცოტა ასაკში ვერ შევალობთ მე გავქაჩავ, ჯერ ცოტა გამოცდილება მაკლია. მალე შეხვალ ასაკში არ არის პრობლემა. ეგეც მართალია. კიდევ კატარინა ჭიროულის მორჯულებაში შექსპირის. ხო, რა ვიცი, ხა სამი საკმარისი არ არის? გავაგრძელო? აი, სხვის შვილებში ვის ითამაშებდი? ნატო დეიდას ითამაშებდი? მე მიყვარს ძალიან ეს. არა, უფრო იმ პატარა გოგოს ვითამაშებდი, ბავშვი რო ყოფილიყავი. ჩემს ასაკში დეიდა ნატოსაც ვიცი. ჩემი საყვარელი ქართული ფილმია. ძალიან მიყვარს ეგ ფილმი. ეხლა აქ ჩემი საყვარელი იუმორისტულ შოუს შეიძლება არ უნდა მეთქვა, მაგრამ ძალიან მიყვარს ეგ ფილმი მართლა. კი. კარგი, თქვენ რო იყოთ მსახიობი, რაც გამორიცხულია, რას ითამაშებთ? არის ღვთისმშობლის ტაძარში ვითამაშებდი გრენგუარს. ქეთო და კოტეში ითამაშებდა გრენგუარს? მე შენ უკვე ესმერალდას როლში. ხო? თუ ფლორდელიზი უფრო მომწონდა. არა, თუ გაიპარსავ ესმერალდა. უფრო შავი ვარ. თვებს თუ მოუშვებს. შეიძლება დავფიქრდები მაგაზე. მეგობრებო, ახლა კიდე რა მინდა იცი თქვა? აი ამოწერილი მაქვს რაღაცეები. შენი დევიზი არის რომ არ დანებდე. რა საკვირველია? ანუ ბავშვის გაჩენას არ აპირებ? აი, მეორე ჩამჭრელი კითხვა. ვაპირებ. ნახე როგორ ამოვაბრუნე? ვაპირებ აუცილებლად ოღონდ იმ ადამიანისგან, ვინც შემიყვარდება და ვისაც გავყვები ცოლად. ანუ არ დანებდე მე სხვა რამე ვიგულისხმე რომ შენ არ დანებდები და სხვა გაგიჩენს ბავშვს თუ ეს ვიგულისხმე. არა, სხვა არ გამიჩენს. ნამდვილად მე თვითონ გავაჩენ, ოღონდ როცა ამის დრო მოვა. ჯერ როგორ ჩანს არ არის ამის დრო. როდის ღა? აი მე არ ვიცი, არა. აი მე როგორ თქვი, უწმაწური სიტყვა რო თქვი, ესა გაატრაკეთ. გაატრაკე ხო? აი იქ აქვთ თვალები ქართველ ბიჭებს, ასეთი გოგო რო აქამდე გაუთხოვარია. ნამდვილად. შეიძლება მისი ბრალიც არის. მაგრამ მეც რო არ მომწონს არავინ. კი, ჩემი ბრალიც არის. ძიმე ხასიათი აქო შენზე, შენი და მეუბნებოდა ხოლმე ცეკვების დროს. საშინელი ხასიათი მაქვს. აი მე ხომ იყურებო და არა ისო საშინელება არისო. არა თაკო რომ მაგას იტყვის ჩემზე. ხო თან მოგიდგენია. კი, წარმომიდგენია რა მითხრა. აი მაგალითად რატო გაქვს შენ ძიმე ხასიათი? კვერცხის შეწვა იცი? კვერცხის შეწვაც ვიცი, ჩემო ბატონო, თარ და სხვა რამის შეწვაც ვიცი. молодец. ეცი როგორ პასუხს ველოდებოდი უცებ რომ კვერცხის შეწვაც ვიცი, ბატონო, თარ და კვერცხიც ვიცი რა არის. აი ეს პასუხს ველოდებოდი. მომისმინეთ ახლა. მეგობრებო, ახლა მე რაღაცა ბევრი ვიხუმრე თქვენ სიმღერაზე, ნიკოს სიმღერაზე, მეწყინა უკვე რომ მითხრა, არ უნდა გეწყინოს, იმიტომ რომ მაინც იუმორისტული შოუა ხო ხვდები. მე ძალიან გულშემატკივრობდით, აი ახლა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყოველგვარი ხუმრობის გარეშე მართლა ძალიან დიდი უსამართლობა იყო თქვენი გაგდება. ჭეშმარიტ. ასე ადრე. შეიძლება ფინალში, ნახევარფინალში და ასე შემდეგ. კარგი. ანუ ნინომ უკვე დაანონსა, რომ ექსკლუზივია დღეს და თქვენ იმღერებთ იმ სიმღერას, რომელიც იმღერა ირინამ და გიორგიმ.
და რა სიმღერა ეს კიდევ რო უთხრათ მაყურებელს და მე დაგითმობთ თქვენ სცენას. ეს არის სიმღერა ფილმიდან ბინძური ცეკვები, Time of my life ასე ქვია და მე და ნიკო შევასრულეთ. Now I have the time of my life. No one ever felt like this before. Yes, I swear it's the truth, and I owe it all to you. So long, now I finally found someone to stand by me. We stole the writing on the wall as we felt its magical fantasy. Now with passion in your eyes, there's no way we could disguise secretly. So we take each other's hand, cause we seem to understand the urgency. Just remember, You're the one thing I can't get enough of. So I'll tell you something. This could be love, because I've had the time of my life. No one ever felt this way before. Yes, I swear it's the truth, and I owe it all to you. Baby, baby. Ooh, yeah. With my body and soul, I want you more than you ever know. So we'll just let it go. Don't be afraid to lose control. Yes, I know what's on your mind when you say, stay with me tonight. Just remember, you're the one thing I can't get enough of. So I'll tell you something. This could be love, because I've had the time of my life. No one ever felt this way before. Yes, I swear it's the truth, and I owe it all to you, cause I've had the time of my life. I searched through every open door till I found the truth, and I owe it all to you. Now I had the time of my life. No one ever felt this way before. Never felt Yes, I this swear way. it's the truth, and I owe